არის ახალი იდეა და თანაც უკვე ხმამაღლა გაჟღერებული. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. რა არის ჩვენში ყველას მოსაწონი. ეს არის სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს არის ღია ეთერი სულხან მელაძესთან ერთად. თავად იდეა არ არის უცხო ადრეც მრავალგზის გაჟღერებულა. კვლავაც ავერჩიოთ ხალხის რჩეული, ამჯერად უკვე ვადაზე ადრე. ასეთი არის იდეის არსი. ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა არა. მოულოდნელი არაფერია, ვიღაცა არის პარლამენტის შიგნით, ვიღაცა არის პარლამენტს მიღმა, ვიღაცას უნდა შიგნით, ვიღაცას არ უნდა მიღმა. განსხვავებულია არგუმენტები, აი ვინ იყოს შიგნით, ვინ იყოს მიღმა, ამას ჩვენ ვწყვეტავთ და თუ ასეა, ვიფიქროთ ერთად. იდეა იშვა რატომ და რისთვის. პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგება არ ასახავს რეალურ სურათს. დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არსაგებლობს საზოგადოების იმგვარი მხარდაჭერით, როგორც ის წარმოდგენილია პარლამენტში. არის არგუმენტია, ვერაფერს იტყვი, თუმცა ვეძებ თავად არჩევნების დღეს 2012 წლის 1 ოქტომბერს ყოფილიყო საზოგადოების მხარდაჭერა იმგვარი, შემდგომ ციფრებსა და მანდატების რაოდენობაში რომ აისახა. ეგებ ამიტომაც იშვა იდეა. ასე თუ ისე მოვედით დღემდე. მოგწონს თუ არ მოგწონს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გვევლინება და ისიც შეძლების დაგვარად ცდილობს მოიგოს ჭეშმარიტი ოპოზიციონერის მანქანა. რატომაც არა, არჩევნების შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული დემოკრატიის ამოცანად ხომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა დაგვისახა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ბაგეთგან ხშირად გამოჩნდებოდა ყოფილი ხელისუფლებისათვის სახის შენარჩუნების სურვილი. უფრო მოგვიანებით პარტიათა დაფინანსების საკითხზე მსჯელობისას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანონის საფუძველზე კვალიფიციური პარტიის სტატუსი მიენიჭა. ამ ძალისხმევის მიუხედავად ვეძებ ამოცანად სურვილი სურვილად დარჩა. ახლა თქვენ მეთქვით სასაცილოა, მე როდი დაგეთანხმებით, მე გეთქვით სატირალია. დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია არ არის. ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი და ეგებ სწორედ ამიტომაც იშვა იდეა. არა, ესეც უნდა ითქვას, სხვაგვარად არ ვიქნები მართალი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კოლეგებს საპარლამენტო უმცირესობიდან სასტიკი სისტემისა და დამნაშავე რეჟიმის ავტორებად მოიხსენიებენ. მრავალგზის დათქვამი ღირთი დღე ხარდება. წაყენებული და ჯერ კიდევ წასაყენებელი ბრალდებები, ფარული ჩანაწერები, სულ უფრო ხშირად გვესმის. ეს იყო სისტემური დანაშაული. ნუ გაგიკვირდებათ ამ ფონზე დაიბნა მსმენელი. საერთაშორისო თანამეგობრობა კოაბიტაციისკენ მოგვიწოდებს. ის ვერ ელევა იდეას დემოკრატიის შუქურა, რომ ერქვა სახელად. ამბობენ საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. მისი უდიდებულესობის უმრავლესობა ამბობს, დანაშაულია კოაბიტაცია დამნაშავე რეჟიმის ავტორებთან. ასე მოვედით დღემდე. ახლა არა კოჭის გორების, არამედ უკვე ჩამოყალიბების დროა. რაც იყო გუშინ, იმას უნდა დაერქვას სახელი. პოლიტიკური და სამართლებრივი. შესაძლოა ორივე ერთად. ეგება მოვიდეს ის, ვისაც ეს ძალუძს. შესაძლოა ამიტომაც იშვა იდეა. იყო იმედი და მოლოდინი. საზოგადოება ითხოვდა და ახლაც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო რეფორმა ჩავარდა, ამბობენ მარჯვნივ მარცხნივ და ცენტრში. მიზეზი საკანონმდებლო ხარვეზი. ავტორი საპარლამენტო უმრავლესობა, გამოუცდელობა დეპუტატების და შემდგომ უკვე შუალედურ არჩევნებში ძიება კვალიფიციური პარლამენტარების. ცოტა თუ ბევრი არის ნეპოტიზმი, უმუშევრობა ჭარბად. ცოტა თუ ბევრი უკვე არის გაზულუხება პოლიტიკოსების. დაჭერობა ნასკამაში სხვა ბევრიც არის. შესაძლოა უკვე არის იმედგაცრუებაც. ეგებ ამიტომაც იშვა იდეა. მე მათიც მესმის, ვინც მხარს არ უჭერს იდეას,
კვლავაც ავირჩიოთ ხალხის რჩეული, ახლა უკვე ვადაზე ადრე. ძნელია ძალზედ, ძნელია იბრძნო, რას ნიშნავს იყო რჩეული და ეს სტატუსი დადო სასწორზე. ასეა თუ ისეა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეა არის და ეს იდეა არის არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ ამ იდეაზე მსჯელობენ საზოგადოებაში. არის პასუხი კითხვაზე, რატომ დროა ვიფიქროთ რისთვის ანიკრებ, აქაც არის პასუხი და სწორედ იმისთვის ის რომ იყოს, რატომაც იშვა თავად ეს იდეა. ეს იყო სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს იყო სულხან მელაძის ღია ეთერი. მე შეგვიძლია რომ ჩვენ ხშირად შევხვდებით სოციალურ ქსელში. მე შეგახსენებთ, მე არ ვარ გუნდიდან, ვერ აგისრულებ, რასაც დაგხვდით.